და დღის სხვა ახალი ამბები მკვლელობა მოხდა რუსთავში რამენ კარიმოვმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე შახინ ომაროვი მოკლა მკვლელმა მსხვერპლს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა მკვლელობაში ეჭვმიტანელი უკვე დაკავებულია კარიმოვმა დანაშაული აღიარა სიგარეტი მომთხოვეს და მივეცი ერთხელ ორი და მithეს რა უნდა ერთ კიდე მომგვეცი და მეთქი კაი მეთქი რანაირად იქცევით მეთქი Человек, короче, ауздели харо, короче, китакета. Цемес там магра, тавш чаматყეს, კლაუდნე რა. დავიფიქრე ჩემ თავის განაჩენაზე და ავიღე და დავარდე. გასაკვეთე სამი წელს ქვემო ქართლის სამხარო მთავარ სამმართველოს თანამშრომლობა დააკავეს რამინ კამეროვიმ, რომელმაც მიმდინარე წლის 9 მარტს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გუმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა შახიდ ომაროვს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 100 მუხლით, რაც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას.